Art გეტყვით რომ რამდენიმე დღის წინ დასრულდა თბილისი 2026 მსოფლიო თასი პარაძიუდოში და რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა 2 ოქროს, 1 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს медали. Ამ თემასთან მიმართებაში ჩვენი სტუმრები არიან თბილისი 2026 მსოფლიო თასი პარაძიუდოში გამარჯვებული საბა ბაღდავაძე და საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან ქოჩიევი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ. გილოცავთ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ და ძალიან საამაყოა, როდესაც შენს ქვეყანაში, დედაქალაქში ასეთი მაღალი რანგის ტურნირი ტარდება და საქართველოს ჰიმნი ჟღერს, საქართველოს დროშა იწევა, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს და მართლაც საამაყოა. მინდა ყველა გამარჯვებულს, რა თქმა უნდა და მედალოსანს მივულოცო, ყველა მონაწილეს, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვავს, კი ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი სინჯის მედლები, თუმცა ასეთი მაღალი რანგის ტურნირებში მონაწილეობაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. საბა, უპირველეს ყოვლისა, საუბარი მინდა დავიწყოთ თუ როგორ წარიმართა ეს ტურნირი, რას ნიშნავდა თქვენთვის ამ ტურნირში მონაწილეობის მიღება ადამიანისთვის, რომელიც უკვე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია პარაძიუდოში და კიდევ ერთხელ მოიპოვა გამარჯვება. გისმენთ. პირველ რიგში მთელ საქართველოს და მედალოსნებს მიულოცავ არსებულ წარმატებას. მნიშვნელოვანი ტურნირი იყო, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ტურნირი გველებს ევროპა, მსოფლიო წინ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თავები გამოავლინოთ ის შრომა, რომელიც აქამდე გავწიეთ, თუმცა ეს მაინც თითოეული ტურნირი არის საფეხური, რომელსაც ერთი მიზნისკენ მივყავარ და არაერთხელ მივთქვამს ის, რომ ჩვენი მიზანი, თავარი მიზანი არის ოლიმპიადა, 2028 წლის ოლიმპიადა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გზა ისე გავიაროთ, რომ 2028 წლისთვის ვიყოთ იმდენად კარგ ფორმაში, რომ ფაქტიურად არ ვყავდეს კონკურენტები. დიახ, და აი, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც სტატამზე შენს ქვეყანაში გამოდიხარ? პირველ დღეს ხვდავ პატივი, რომ მხოლოდ მე ამეწია საქართველოს დროშა, როდესაც შევდიოდი ფინალში, ვიცოდი, რომ სხვა შანსი არ იქნებოდა, ამიტომ მთელი мотиваცია, მონდომება იყო ჩემთვის ის, რომ მე უნდა ამეშღერებია საქართველოში ქართული ჰიმნი, მაღლა ამეწია ქართული დროშა და თქვენც შეხედავდით, რომ ერთი ნაბიჯის კი არ გადამიდგავს უკან, რომ ეს გამეკეთებია. იქით მთელი სული, გული და მონდომება ჩავდი ამ შეხვედრაში. დიახ, და რაც შეეხება ფინალს, თქვენ შეხვდით ათენის პარალიმპიადის ჩემპიონს. როდ გამარჯვებულს, როდესაც აი ესეთი ძლიერი მოწინააღმდეგე ყავს, ამ დროს მაინტერესებს როგორია ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, იმიტომ რომ არ არის ადვილი, რა თქმა უნდა, თუმცა ამ დროს უშუალოდ გამარჯვებაზე ხართ მოტივირებული, თუ დაუშვათ, კარგად იჭიდაოთ და თან როდესაც ხარ უკვე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. თუ გადავლებდით თვალს, რომ ეს იყო მეორე მსოფლიო თასი, რომლის ჩემპიონიც გავხდი და ამ წლიდან წლამდე ჩვენი განვითარების ტემპს თუ გადავლებდით თვალს, იყო არანახულად მაღალ საფეხურზე ავედის და სხვათა შორის ამიტომ მივხვდავთ, არ გვაქვს მაინც უფლება, რომ მოვდუნდეთ პირიქით, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენი კონკურენტებიც ყოველდღიურად, ყოველ შეჯიბრიდან შეჯიბრზე ძლიერდებიან. რა შეეხება ფრანგ მოწინააღმდეგეს, როგორც უკვე აღნიშნეთ, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონი და დანარჩენ მედლებს და ტიტულებს არც ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ვერც მოვასწრებ ალბათ და ეს იყო მეორე შეხვედრა იყო სხვათა შორის. დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში და შესაძლებლობებში, თუმცა ყველაზე სუსტი მეტოქეც უნდა დავაფასოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და უნდა შევიდეთ ყველაზე სუსტთანაც ისე თითქოს ბოლო შეხვედრა არის. აი მთელი ძალები უნდა ჩავდოთ და ეს ბიჭი არ იყო ესეთ რო თქვა ხელსამოსაკრავი, თუმცა
გარკვეულ მიზეზების გამო, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიყავით მომზადებულები, მაგრამ მხოლოდ მე მთლიანი გუნდი ძალიან მაგრად ვიყავით მომზადებულები და შესაბამისი შედეგიც დავდეთ. კი ბატონო და აი აღნიშნეთ რომ ძალიან კარგად იყავით მომზადებული და ლევან რა თქმა უნდა ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი შრომაა და მოსამზადებელ ეტაპზე მინდა კონკრეტულად ამ ტურნირის წინა პერიოდზე ვისაუბროთ და ზოგადად რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ესეც მაინტერესებს იმისთვის, რომ ზოგადად გუნდმა და თქვენმა პარასპორტსმენმა დადოს ასეთი შედეგი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ურთულეს გზას გავდივართ ჩვენ. დიახ. ძალიან რთული გზა გავიარეთ. გავდივართ ოლიმპიადა სულ 2 წელიწადშია. ჩვენ ყავს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი მთელ სოფლიოში. ეს ბოლო 2 წელია გამოჩნდა თუ რას წარმოადგენს საქართველოს პარაძიდოს ნაკრები. შარშანდელი შედეგები რო ავიღოთ, ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა რამოდენიმე პირველი ის რომ სოფლიოს ჩემპიონატზე გაგვიხდა 3 სოფლიოს ჩემპიონი. ერთ-ერთი იყო საბა ბაღდავაძე და პირველი სოფლიოს ჩემპიონია უსინათლო. დიახ. რო დავაკონკრეტოთ J1 კატეგორია. J1 კატეგორია. მერე საქართველოში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი. სადაც გუნდურში გავიმარჯვეთ და პირველად მოვიგეთ გუნდური ევროპის ჩემპიონატი, ესეც ისტორიული ფაქტია. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უდუნდებით პირიქით, ეს შედეგები ჩვენ გვაძლიერებს და мотиваციას გვაძლევს. არ გვაქვს იმის უფლება, რომ მოვუდუნდეთ. რაც შეეხება ერთი კვირის უკან დასრულებულ ევროპის თასს, ჩვენ გავიარეთ 2 შეკრება ბაკურიანში, მერე შემდეგ გავაგზავნეთ თბილისში მომზადება, მერე კიდე ერთი შეკრება გავიარეთ თბილისში. გუნდი ძალიან კარგად იყო მომზადებული, შედეგიც სახეზეა, 2 ოქრო ავიღეთ, 1 ვერცხლი ავიღეთ და 3 ბრინჯაოს მედალი. შაშან უფრო მეტი მედალი იყო, მაგრამ ამ შეჯიბრზე გარკვეული მიზეზების გამო გიორგი ქალდანი შაშანდელი სოფლიო თასის გამარჯვებული გიორგი ქალდანი ვერ მონაწილეობდა, ვერ მიიღო მონაწილეობა ტრავმა აქვს. ლაშა ყიზილაშვილმა ვერ მიიღო მონაწილეობა. ბაჩუკიშელია ამ სპორტსმენმა 3 მედალი აიღო. კი ბატონო. მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ J1 კატეგორიაში კიდე დაგვემატა ერთი ჩვენი სპორტსმენი, ჩვენი ძველი სპორტსმენი, რომელიც ტრავმირებული იყო და ჩაერთო და ძალიან კარგად ჩაერთო გიორგი გამჯაშვილი და მინდა მიულოცო. კი ბატონო. ეს ბრინჯაოს მედალი და დარწმუნებული ვარ გიორგი მოუმატებს. და მაღალი სინჯის მედლებსაც მოუტანს ჩვენს ქვეყანას. კი ბატონო, და რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, გიორგი გამჯაშვილი, ზურაბ ზურაბიანი და ლევან გუგავა გახდნენ ბრინჯაოს მედლის მფლობელები და რაც შეეხება კიდე ქართულ ფინალს, უნდა შემდგარიყო, თქვენც აღნიშნავთ, ხო, ამას ვიად გოგოჭური და რეოზო ჩიკოიძე, რევას ჩიკოიძე უნდა გამოსულიყვნენ ტატამზე, თუმცა გოგოჭურმა ტრავმის გამო ვერ იასპარეზა. რო არ გამოგჩეს, ჯერ მედალოსნებს მიულოცავ, ისა ბაქაკოს და დანარჩენ სპორტსმენებსაც მიულოცავ ამ აღებულ მედალს, ულოცავ პარალიმპიურ კომიტეტს და მადლობა მინდა გადაუხადო ამ ჩვენ რთულ გზაზე ყოველთვის ჩვენს გვერდით არის პარალიმპიური კომიტეტი და ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტს, ყველა თანამშრომელს. კი ბატონო. ძმებმა ისურაძეებს, ლაშა და შალვას, რომ არა ისინი აი ეს შედეგი არ იქნებოდა. არა მარტო პარაძივდოში, თლიანად პარასპორტში. რა თქმა უნდა. არის კოლექტიური შრომის შედეგი. მეც უერთდები მილოცვას, ბატონ რატიონა თამიშვილს, რა თქმა უნდა, შალვა. ლაშა მაისურაძეს და ყველას არ გვინდა რომ ვინმე გამოგრჩეს, ექიმებს რა თქმა უნდა მივულოცოთ, ძალიან დიდი წვლილი აქვს, ყველა სტაფის ყველა წარმომადგენელს. რაც შეეხება ჩვენ ზურაბ ზურაბიანი არის გამოცდილი, ერთ-ერთი გამოცდილი პარასპორტსმენი, პარაძივდოისტი,
მისი ბრინჯაოც დადებითად ვაფასებთ ამ დროისთვის, თორე ზურას შესაძლებლობები ყველა მიცის არის პარიზის პარალიმპიური პარალიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, სადაც ერთი ნაბიჯი დააკლდა გამარჯვებამდე და მის შესაძლებლობები ძალიან დიდი არის. ლევანი გუგავა ჩვენი ახალი სპორტსმენი არის, რომელმაც პირველივე შეჯიბრი ევროპის ჩემპიონატზე გვაჩვენა თუ რა შეუძლია. ევროპის ჩემპიონი გახდა და გუნდ ძალიან ეხმარება. რაც შეეხება ფინალს დიდი სპორტსმენები არიან, ორივე ზვიადიც და რევაზიც და საბედნიეროდ მაგათი ფინალი გამოდგა. სამწუხაროდ ზვიადმა ტრავმა მიიღო და ტრავმის გამო ვერ იასპარეზა. თუმცა ოქროს და ვერცხლის ჩვენია, ანუ ოქროს ფლობელი გახდა რევაშჩიკოიძე და ვერცხლის გიორგი გოგოჭური. ორივე ოქროა ჩვენთვის. ჩვენთვის ნამდვილად, კი ბატონო. და რაც შეეხება გოგონებს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ინა ქალდანი ყავს, არაჩვეულებრივი პარაძიუდოისტი და კიდევ შედარებით ახალბედა, ქეთი გილიგაშვილი. კი, ინა ქალდანი ვიცით, რადონის პარასპორტსმენია, ქეთი გილიგაშვილიც ახალი სპორტსმენია. პარალიმპიადის ორგზის მედალოსანი, ინა. ნამდვილად. კი ბატონო. და სხვა სპორტსმენები არიან კიდე. აქ გამოჩნდნენ ახალი სპორტსმენები, აი რამინე ყიფშიძე, რომელიც მედალთან მივიდა, ძალიან ახლოს იყო, ძალიან ბევრი იშრომა. სხვათა შორის საბა და რამინე ერთ დღეს მოვიდნენ, ერთ დღეს დაიწყეს ჩემთან ვარჯიში. და ძალიან ცოტა დააკლდა. დიახ. და დარწმუნებული ვარ, იმ მედალთან ძალიან მალე მივა და მალე მედალს აიღებს და სხვა სინჯის მედლებსაც აიღებს. ლევან, აი ჩაგერთვებით საუბარში რამინი რო ჭირდაობდა აი თქვენ ემოციებს რო ვუყურებდი, ხო? აი ფაქტიურად უკვე მისული იყო მედლამდე, მაგრამ ნუ ხდება ხოლმე, ხო? ხდება, არაუშავს. და მწვრთნელს რამხელა გავლენა აქვს და რა დიდი როლი მიუძღვის, ამაზეც უნდა ვისაუბროთ, საბასაც მინდა ვკითხო ზოგადად. და კიდე არიან ახალი სპორტსმენები და ეს ამ ორ წელიწადში ჩვენი პარაძიუდოს გუნდი ძალიან გაიზარდა. კი ბატონო. აი ყველანაირად გაიზარდა. და გასახარია ნამდვილად. და ესე მივდივართ უკვე ისეთი ნაბიჯებით, რომ ადრე იყო მხოლოდ ჩამოკიდებულები ვიყავით და ყველგან ისმოდა, რომ აი ჯეური სპორტსმენი მცირე ხედველი და ჩვენ ახლა რა უკვე 2 წელი არის. წელიწად ნახევარი უკვე რომ ერთი სპორტსმენი უკვე მედალს იღებს. დიახ. უკვე ანუ ყველასთვის გასაგები რო იყოს, აღნიშნოთ ჯერთი რას ნიშნავს? ვინცაც ნიშნავს უსინათლოს სპორტსმენს. არის უსინათლო და მცირე ხედველი. რამინი ყიფშიძე დაგვემატა, ყავს კიდე რამოდენიმე სპორტსმენი, გიორგი ბერიძე, მიშიკო შიობრიშვილი. ნუ ბევრი ყავს უკვე. დიახ. უკვე ერთ-ერთ წონაში უკვე რამოდენიმე ყავს და იქ პატარა კონკურენცია გაჩნდა. ეს ყველაფერი არის საბას დამსახურება, ხმამაღლა შემიძლია თქვა, რომ ეს საბამ გააკეთა ეს კონკურენცია. ეს ამდენი პარა სპორტსმენი რო ყავს, უკვე ჯერტი სპორტსმენი ეს საბას სოფლიოს ჩემპიონობა მოიტანა. დამსახურება. ეს დიდმა შრომა მოიტანა. კი ბატონო. და დღეს უკვე კონკურენცია არის. და უკვე მედლები, 2 მედალი ავიღეთ სოფლიო თასზე ჯერტ კატეგორიის სპორტსმენმა. და ორმაც მედალთან ახლოს იყვნენ. ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. კი ბატონო, და აი საბას დამსახურებაო და რაც შეეხება საბას, ფაქტიურად ძალიან მოკლე დროში, ხო წელიწად ნახევარი გავიდა და მე ძალიან ხშირად ვამბობ, კიდე აღნიშნავ, მახსოვს ის პერიოდი, როდესაც თქვენ ამბობდით, რომ საბას სახით დიდი პარასპორტსმენი, პარაძიუდოისტი მოევლინება საქართველოს და მართლა წელიწად ნახევარში საბა თქვენ დაადეთ არაჩვეულებრივი შედეგი. და ისიც აღნიშნე, როდესაც ხავადევნებდი თვალყურს ლევანს ამ ტურნირის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელი არის ჯერ ერთი მობილიზებული და მე თავისი განცდა აქვს და ემოცია. აი იყო მომენტები, რომ რაღაცა ცრემლებამდე მივდიოდი, იმდენად გულშემატკივრობდით და აი მაინტერესებს საბა, რამდენად მნიშვნელოვანია მწვრთნელის როლი ზოგადად პარასპორტსმენის ცხოვრებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ მხოლოდ ეს არ არის რა мотиваცია, რომ რაღაცის გაკეთება მინდა, თუ რაღაც გასავლელი გზა იმის იქითკენ
მისასვლელი გზაც უნდა იცოდე რა, თუ მიზანი გაქვს და რეალურად მწვრთნელი გეხმარება ამაში, რომ ერთად მიდიხართ მიზნამდე და მე როდესაც დატამზე გავდივარ, აი ხო გულშემატკივრები რადონეზე გულშემატკივრობენ, რომ თითქმის აღარაფერი აღარ ისმის რა დარბაში, მაგრამ რეალურად ლევანის გარდა მე ხმა არ მესმის. ლევანი რასაც არ ნახავს, თითქოს დაპროგრამებული ვარ იმაზე, რომ მისი თითოეული ნათქვამი შევასრულო და სწორედ ამას მოაქვს შედეგი რა. და არა მხოლოდ ტატამის უკან უფრო მეტი შრომა, თქვენ მხოლოდ უყურებთ რამდენიმე წუთს და იმ წუთიების უკან რამდენი შრომა არის. აი ეხლა ვისაუბრეთ, რომ რამდენჯერ გონება დამიკარგავს ვარჯიშებზე, რამდენად ხელფეხდასისხლიანებული, მაინც ვარჯიშები გამიგრძელებია. სწორედ ამას მოაქვს. ზოგს გონია, რომ აი მარტივია ყველაფერი, მაგრამ არაფერი არ არის მარტივი რეალურად პირიქით. იმდენი შრომადებს, რომ სათქმელად სიტყვებით ვერ გადასცემ ამ ყველაფერს და ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რა თქმა უნდა, მწვრთნელის და მოსწავლის დამოკიდებულება ერთმანეთში, იმიტომ რომ ჩვენ მე და ლევანი ახლა არა მხოლოდ მწვრთნელი და მოწაფე ვართ, ძალიან ახლო დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთში როგორც ოჯახის წევრები, მაგრამ საქმის დროს ყოველთვის საქმე არასდროს არ აგვირევია საქმე და პირადი ურთიერთობები ერთმანეთშია და სწორედ ამას მოაქვს შედეგი. დობა და 100%-იანი დობა. რა თქმა უნდა და აი თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან დიდი შრომის ფასად იდება შედეგი. და აქ თქვენ და მწვრთნელი, მაგრამ გარემოსაწყო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში, ბევრი ხალხია ჩართული, ლევან თქვენ აღნიშნეთ ეს და ამაზეც ისაუბრეთ. თუმცა აი, როდესაც დავუშვათ ძალიან დიდი კონკურენცია და ყოველთვის ახლა როდესაც ამ რანგის ტურნირები ტარდება, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი კონკურენცია, ხო? აი, სუფთა ადამიანური მომენტი მაინტერესებს. ყავთ თუ არა მწვრთნელებს თქვენი ფავორიტები? შეიძლება ცოტა ისეთი უხეშად ნათქვამია, ფავორიტები კი არა, სადაც აი გაქვთ 100%-იანი გარანტი, რომ იცით, რომ ის თქვენი გაზრდილი პარასპორტსმენი შედეგს დადებს. ყოველთვის ყავს, ჩვენი სპორტსმენებიდან გამოვარჩევდი საბას, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონია და თან პირველი პარამსოფლიო ჩემპიონი არის და ჩემთვისაც პირველი მოსწავლე არის, რომელიც არის მსოფლიო ჩემპიონი. მე მყავს კიდე გაზრდილი ევროპის ჩემპიონიც, მსოფლიო ჩემპიონიც. მაგრამ პარაძივდოში ერთ-ერთია და საბა. კი. ესე რომ ვთქვათ, ერთად გავიარეთ ეს გზა. აი უზომოდ მშრომელია და ჩემ თვალწინ 99% ნავარჯიშებელი აქვს ჩემ თვალწინ. და ვითარდება თქვენ თვალწინ. კი, ერთად. მეც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მეც. და არა მარტო საბა. თელი ჩვენი გუნდი, აი ძალიან ბევრს შრომობს. და ეს შედეგი ისე არ მოდის. თან პარაძივდო არის და ისე გამოდის, მაგრამ ერთ-ერთი კონკურენტ უნარიანი სპორტი არის. ახლა საბაზე ვიტყვით, ორი სიტყვით, აი როგორი გზა გაიარა. დიახ. პირველი შეხვედრიდან დაწყებული ფინალურ შეხვედრებამდე ყველა რთული ძალიან რთული ბადე გაიარა. მეორე შეხვედრაც უძლიერესი ბიჭი იყო კორეელი სპორტსმენი. მესამე შეხვედრა იყო თურქი სპორტსმენი, რომელიც შარშან დაამარცხა საბამ ფინალურ შეხვედრაში და წელს ნახევარფინალში შეხვდნენ. მეოთხე შეხვედრა ეს ლეგენდარული პარასპორტსმენია, 10 გზის მსოფლიო ჩემპიონია და პარალიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანიც არის, ვერცხლიც აქვს აღებული და ბრინჯაოც. ძალიან ძლიერია, მაგრამ საბა ჩვენ ესე ნაბიჯ ეტაპობრივად ვითარდებით და შარშან მსოფლიო ჩემპიონატზეც დავამარცხეთ ეს ფრანგი პარასპორტსმენი. მაგრამ იქ ცოტა დაძაბული შეხვედრა იყო. წელს უკვე
საბას ძალიან დიდი კლასი მოემატა. ამ ევროპის ჩემპიონატთან, სოფლის ჩემპიონატზე ძალიან ბევრი რამე შევიძინეთ და წელს მარტივად მოუგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოვდუნდეთ პირიქით. კი ბატონო. ყოველ შეჯიბრზე, ყოველ მომდევნო შეჯიბრზე უფრო ძლიერები უნდა დავუყოვნდეთ. ანუ ესე იგი, წარმატება არის შემდეგი წარმატების წინაპირობა. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დაუღალავი შრომა. და აი საბა ახალგაზრდა წარმატებული პარასპორტსმენი ხართ და შრომაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს არის აპრიორი ეს წინაპირობა გამარჯვების, თუმცა აი ბევრი გვისმენს, ფართო აუდიტორია ყავს მაყურებლის მსმენელი, შეიძლება ისეთი ადამიანები გვისმენენ, რომლებიც ფიქრობენ პარასპორტში ჩართვას, თუმცა ვერ გადაუწყვეტიათ არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვებარებათ, რა უნარებს უნდა ფლობდეს ადამიანი, რომ წარმატებული პარასპორტსმენი გახდეს. აი თქვენი წარმატების ფორმულა როგორია? ზოგადად ჩვენ გვეძახიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს რა და ჩემი აზრით რეალურად არსებობს შეზღუდული შესაძლებლობა, მაგრამ ერთადერთი შესაძლებლობა არის ადამიანისთვის, როდესაც საკუთარ თავს დაუდებს საზღვას, რომ რაღაც გაკეთება არ შეგიძლია, იქ თავდება ყველაფერი. დანარჩენ შემთხვევაში, რაღაც საჭიროებები კი რა თქმა უნდა გაგვაჩნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლებად შეგვიძლია რაღაცის გაკეთება, პირიქით, ალბათ 5-10 თუ არა 5 კაცის საქმეს მაინც ვაკეთებდა. მნიშვნელოვანია, რომ კი, ბევრი დაინტერესდა ამ სპორტით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კი არა ზუსტად ვიცი, რომ კიდევ უფრო მეტი ვერ გამოდის ახლიდან და ვერც გამომტყუებ, იმიტომ რომ მე, რომელსაც ბავშვობიდან სპორტით ვიყავი დაკავებული, 8 წლიანი პაუზა მქონდა სპორტში, იმის გამო რომ მხედველობა დავკარგე, მე თვითონ გამიჭირდა აქ მოსვლა და ჩართვა. მაგრამ რეალურად, როდესაც მოვედი, უკვე გონებრივად ვიყავ იმისთვის, აი როგორც კი მოვედი, ლევანის და ჩვენი დიალოგი შედგა პირველი, რომ ვეუბნები 2024 წელს, რომ აი ოლიმპიადის მოგებას ვაპირებ, ყველაფრის გამკეთებელი ვარ და აქ 10 წელია ხალხი ვარჯიშობსა და შედეგი ვერ და ორ თვეში რა ოლიმპიადა. ეს იყო თქვენი პირველი რეაქცია. ოლიმპიადა ესე იყო, აი ზუსტად ესე იყო, საბა. ოლიმპიადა. მაგრამ ნუ პირველი შეჯიბრი ვიჭიდავი ორ თვეში. წავაგე, მაგრამ ვიბრძოლე. ამ დროს მითხრა, რომ უნდა შეგივცოდო დიფარტითი, ეგრეთ წოდებული ვერული ბარათი, რომელიც ერთ-ერთ მომავალ პერსპექტიულ სპორტსმენებს უსწრებენ. ეს ჩემთვის კიდევ უფრო დიდი мотиваცია იყო. ზოგისთვის რა არის мотиваცია, ზოგისთვის რა არის, მაგრამ როდესაც ჩემზე ვიღაცა იმედს ამყარებს და დღეს ბევრია უკვე ასეთი, არ შემიძლია რომ მათ საპასუხოდ ხელები ჩამოუშვა და მონდომებას დავუკლო პირიქით, რა უფრო მეტი უნდა გავაკეთო და უფრო მეტი მომინდობა. ამიტომ როდესაც ვინც არ უნდა იყოს რა, დაინტერესდება ამით, უნდა იცოდეს, გონებრივად უნდა იყოს პირველ რიგში მზად რა, მენტალურად იმისთვის, რომ შედეგი თუ უნდა, იმისთვის ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს, როგორც თქვი, ძალიან დიდი გზა გამოვია, ეს შეიძლება მცირე ჩანდეს წელიწად ნახევარი, არაფერი იყოს სხვისთვის, მაგრამ ამ წელიწად ნახევარში ბევრი რაღაცა გადავდე. მშობლები ვარჯიში და დასვენება, მეგობრები, ახლობლები, მშობლებიც კი სახლში რო ვიყავი, მეძილად მეძინან ხოლმე და ვერ ვნახულობდნენ და ვიკაკუნებდი, კარი მოგვენატრები გამოდი და გველაპარაკე. ბევრი რამის დათმობა გიწევთ. ანუ ბევრი რაღაცა რა. ამისთვის უნდა იყო მარტო ფიზიკურობა არაფერს ანუ ბევრჯერ ჩემს ფიზიკურ მონაცემებზე გავცილები ვარ რა. ბევრჯერ ტირილი, ყვირილი დამჭირებია, რომ ის ტკივილი დამევიწყებია, რასაც ფიზიკურად და ეს არის ყველაფერი მენტალობის დამსახურება და ამისთვის უნდა იყოს ყველა გინდა პარა იქნება თუ ჩაულებრივი სპორტსმენი, ამისთვის უნდა იყოს მზად, თუ უნდა რომ დიდი შედეგებს მიაღწიოს. ანუ გონებრივად მზად, რა თქმა უნდა. ლევან და თქვენ როგორც აღნიშნეთ, საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები გაიზარდა, ანუ ბევრი ახალი პარასპორტსმენია. თუმცა აი ეს მაინტერესებს, ეს ადამიანები თავად მოდიან თქვენთან, თუ რამე მექანიზმი არის, რომლითაც თქვენ მოიძიებთ მათ? არა, ჩვენ დავდივართ სკოლებში. სადაც ხელი მიგვიწდება, ყველგან მივდივართ და ჩვენ წარმატებაზე, ჩვენ სპორტზე რა არის
პარასპორტი, ამაზე ყველას უყვებით. და არიან დაინტერესებული, არიან პატარა ბავშვები ყავს, რომელსაც ვავარჯიშებთ. ძალიან პატარა 10-12 წლის. და დავაფიქსიროთ ხო ასაკი. დიახ, 10 წლის პატარა სპორტსმენი ყავს გიორგი. ანდრია ყავს 12 წლის. გოგოები ყავს. კიდე და ჩართულები არიან. ანუ იმის არ გვეშინია რომ აი ჩვენთან მაგალითად ვინმე სპორტს თავი რო დაანებოს, იქ შემსვლელი არ იქნება. ანუ თაობა მოდის. ძალიან კარგი, ახალი თაობა მოდის, ლევან ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და აუცილებლად მინდა აღნიშნოთ სახელმწიფოს როლი. რამდენად მნიშვნელოვანია. ზოგადად პარასპორტის განვითარებაში და ეხლა თქვენ პარაძიუდოს წარმომადგენლები ბრძანდებით. ძალიან დიდი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, როგორ ყველა შეჯიბრზე, ყველა მომზადებაზე სპორტის სამინისტრო აბსოლუტურად ჩვენს გვერდით არის. მათი დამსახურება და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ შალვას. დიახ. ძალიან მიხარია მათთან თანამშრომლობა, ძალიან კომფორტულია ჩვენი სპორტსმენებისთვის, ჩემთვის. სახელმწიფო ძლიერი ყავს, იმიტომ არის ესეთი ძლიერი გუნდი ყავს. შედეგი სახეზეა, ხო? სპორტში რაღაც სასაული შედეგები გვაქვს. ეს ბოლო წლებია რეკორდები და და ამ ყველაფრის შედეგების გარდა ის რომ საქართველოს პარასპორტი უმაღლეს დონეზეა განვითარებული, ის მეტყველებს რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არაერთ გზის ჩატარდა სხვადასხვა სახეობაში უმაღლესი რანგის ტურნირები და თუ არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტს, მაშინ რა თქმა უნდა არ შედგება მსგავსი ღონისძიება. რადგან დროში ვარ შეზღუდულები, ორი სიტყვით ვიტყვით, რომ წელს პირველად ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატი პარაძიუდოში სექტემბერში. ეს არის ბატონ რატის მინდა მადლობა გადაუხადო, ბატონ შალვას მინდა მადლობა გადაუხადო ამისთვის. ძალიან ბევრი იშრომეს და ბევრი დიდი რამე გაკეთდა. ესენ ვითარდება ეს პარაძიუდო ამდენი სპორტსმენი რო ყავს, ესეც ერთ-ერთი მიზეზი არის. კი ბატონო. კარგი მიზეზი რომ ამდენი პარასპორტსმენი ყავს ჩვენ. და არა მარტო პარაძიუდოში, ახლა ორი კვირის უკან დასრულდა პარაწოლჭიმში ევროპის ჩემპიონატი, სადაც კი ბატონო, გარდა იმისა, რომ აქ ჩატარდა პარაწოლჭიმში მაღალი რანგის ტურნირი, ჩვენმა პარატაეკვონდოისტებმა ჩამოიტანეს მედლები, მოფარიკავეებმა, პარამოფარიკავეებმა ჩამოიტანეს მედლები. ანუ აქ ტარდება ჩვენს ქვეყანაში თუ გარეთ, სულ შედეგებით სრულდება ყველგან მონაწილეობა. და ეს კიდევ მის დასტურია, ხო ლევან, რომ უმაღლეს დონეზეა განვითარებული. ძალიან ბევრი მედლები ავიღეთ უკვე. ჩვენ ბრილიანტის გოგოებს მინდა მიულოცო, ოქროს მედლები, სხვადასხვა სინჯის მედლები, პარამოფარიკავეებს, ახლა დასრულდა თურქეთში ტურნირი ტაეკვანდოში. შოტიკოს მინდა მადლობა უთხრა, რომ ესე მაგრად არის ჩართული, მაგრად არის ჩართული და აი ეს შედეგები აქვს უკვე. კი ბატონო. და ოლიმპიადისთვის დარწმუნებული ვარ, რომ მოფარიკავებიც ბუდაპეშტიდან მედლებით დაბრუნდნენ, წოლჭიმა კიდე პარაწოლჭიმა არაჩვეულებრივი შედეგები დადო, ძალიან დიდი რაოდენობით მედლები. მოკლედ, ის გადამრჩენია, რომ ყველა მწვრთნელს მინდა მიულოცო აღებული მედლები და წარმატებები მინდა უსურვო თავის პარაათლეტებთან ერთად. და მადლობა მინდა თქვენ გადაგიხადოთ, რომ აი ჩვენ წარმატებას აი ესე აშუქებთ. ეს ჩვენი წარმატება თქვენი წარმატება თითოეული ჩვენთაგანის წარმატებაა. საბად ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა წამები და აი შევაჯამოთ გადაცემა და დავასრულოთ. რა ვიცი რაც თქვი ისე ვაქვს ისე სათქველი. კი ბატონო. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. ხო. მადლობა თქვენ. ვისთვის როგორ არის ეს ყველაფერი ჩემთვის რომ მეუბნებიან აი ეს სიტყვები სტიმულია ჩემთვის, იმიტომ რომ აი ორი დღის უკან მომწერა 8 წლის ბავშვმა რომ შენი გულშემატკივარი ვარო და გუშინდელი და დღევანდელი ვარჯიშები ისე ჩავატარე რა ვიცი
დაუფრინავდი კი არ ვარ. წარმომიდგენია, გისურვებ წარმატებებს და მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ და საბა არაერთ გზის მოგველოცოს კიდე ჩემპიონობა. ლევან ურმესი, მადლობა. საბა ბაღდავაძე, ლევან ქოჩიევი იყვნენ ჩვენთან, დროებით მალე დაგიბრუნდებით.